პატარა იყო, სულ მე 13 წლის იყო, მე მგონი ის რო ჩამოაყალიბა ორგანიზაცია დაფიონი და იმის მერე რა ვიცი, ყველგან იბძვის თითქმის კედლებზე იბძვის წერს რაღაცებს, გამონათქმებს პოეტების აღწერს კედლებზე აქვს დაწერილი. შეგიძლიათ ნახოთ თქვენის და გადაიღოთ თუ გინდათ მაგალითად. მე ძალიან მიხარია რომ ჭკვიანი ბიჭია რომ იბრძვის ბრძოლაში გამოიწრთობა ადამიანი. ჯერ ბავშვია, ჯერ 19 წლისაა მე მგონი, 19 წლის, ხო. ბაბუამისი ეროვნული იყო, ჰელსინკის წევრი იყო. მამა ეროვნულ მოძრაობაში ზვიადის დროს, ბიძა ეროვნულ მოძრაობაში იყო, ჭკვიანი ბიჭია, ზდილობიანია, წინდახედულია, ძალიან თბილი ბიჭია, ძალიან. თავისუფლებისათვის იბრძვის, ევროპული მომავლისათვის იბრძვის. ჩვენც ვამხნევებთ აქედან მეტი რა გზა გვაქვს. ეგება ახვალ სასამართლოა და თუ გულისხმიერება გამოიჩინა მოსამართლემ და როგორ საშუალებას გამოუტანს ეს რა ვიცი. ახლა ისიც არ მეგონა რომ ასე დაშვიდნენ, ასე ორთვიანის მიწეს გამხნევებს იქედან ჭკვიანად არის, ჭკვიანად ვარ ბებოს, მეც ვეუბნები ჭკვიანად იყავ შვილო, არაფერი დააშავო. მაგი ისეთი ბიჭი არაფერს არ დააშავებს, ვიცი, მაგრამ მაინც ვეუბნები რომ ჭკვიანად იყავი და არაფერი არ დააშავო. და კანონიერად თუ იბრძვის ახლა გასაკვირი არაა მაგალითად. თავისი მომავლისთვის იბრძვის, თავისუფლებისთვის იბრძვის, გადადო მისი პირადული გადადო უბრალოდ გვერდზე. სტუდენტია, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. პირადული გადადო და საერთო საქმეში არის ჩართული და ყველასთან ერთად, ვისაც ევროპული მომავალი უყვარს და ჭირდება და უნდათ რომ ევროპული მომავალი გქონდეს საქართველოს, იბრძვის იმისათვის ისიც. არაა გასაკვირი მაგალითად. მე არ მიკვირს იმის რომ მომავალმა თაობამ ისე ამბობდა რომ ბებო ჩვენმა თაობამ უნდა გაანთავისუფლოსო მთლიანად რუსეთისაგან საქართველო, ჩვენმა თაობამო და იმისათვის იბრძვის ზუსტად.